რაჭალა-ჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონის 4-ვე მუნიციპალიტეტში დიდ თოვლობამ გარკვეული სახის შეფერხებები შექმნა. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან გზის გაწმენდის და ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს. დიდ თოვლობიდან გამომდინარე გადაადგილება გართულებულია შიდა სასოფლო გზებზე, რომელთა წმენდაც მუნიციპალიტეტების მიერ შემუშავებული გეგმა გრაფიკის შესაბამისად ხორციელდება. აქტიურად იწმინდება მუნიციპალიტეტების ცენტრალური ქუჩები. მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია რეგიონის 2 მუნიციპალიტეტში, ცაგერსა და ლენტეხში. ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია ამბროლაურისა და ონის მხოლოდ ქალაქის ნაწილში რჩება სოფლები, სადაც აქტიურად მუშაობენ ჯგუფები. მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზები. დილიდან მობილიზებული გვყავს ტექნიკა, სადაც დავიწყეთ სოფლების ინტენსიური წმენდა. ვფიქრობთ, დღის მეორე ნახევარში სრულად გავხსნით ყველა სოფელს და გზა მიმავალი იქნება. შქმერისა და ნაქერალას მიმართულებით გზა ჩაკეტილია. ალპანა-ქუთაისის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელია.